გესალმებით მეგობრებო, თქვენ და მე ვარ საბა და არხი აბეცი 803 და დღეს მეგობრებო, როგორც უკვე ტრადიციად, ჩვენ ისევ მივდივართ ჩვენს სამუშაოზე. მეგობრებო, დღეს მაქვს გასაკეთებელი აბსოლუტურად თვლიანი ფერმა, რაც კი არის მოთავსებული ჩვენს სოფელში. მაგიტომ მოდით მეგობრებო, არ დავკარგოთ დრო, ეგრევე ავიღოთ ჩვენი თოხი. ავიღოთ სტაფილო, ავიღოთ თესლი, ხორბლის თესლი, კარტოფილი და ჭარხალი და მოდით მეგობრებო, ეგრევე წავიდეთ ჩვენს უკვე საყვარელ ფერმებზე. მოდით მეგობრებო, დავიწყოთ ჩვენი ფერმიდან. ჟიძელნიკო, ვერ გავიგე. ფერმა გამინადგურე, შენ ვინახარ საერთოდ? მიდი ახლა დროზე მოაცილე აქედან. რა კიდე ჩემს ფერმაზე, რა გააკეთე? ანუ წადი აქედან. შენ ფერმა გამინადგურე. რა შვები აქ ეს რა არის? რა ქენი? საბა გამარჯობა, მე უბრალოდ შეთქვით მოვედი აქ, მე უბრალოდ აქ ყუთი უნდა უბრალოდ შეთხოვით ავაშენე აქ რაღაც. მე წუთი მომეცისო და წავალ აქედან. მიდი დროზე, წადი, შენ ფერმა გამინადგურე და ყველაფერს ახლა შენ გამიკეთებ. ეს რა არის? ეს რა საქციელი? მეგობრებო, გაიქცა. და ფერმას, ვინ გამომისწორებს ფერმას? ჟიძელნიკო, სადა ხარ? ჯანდაბა მეგობრებო. ეხლა ეს არის მეგობრებო, ეხლა ჩემი სამუშაო. მეგობრებო, უბრალოდ რას ნიშნავს უკულტურო ჟიძელნიკები? მეგობრებო, გაიცანით ერთ-ერთი მათგანი. მეგობრებო, როგორ ვერ ვიტან ასეთ ჟიძელნიკებს? უბრალოდ მეგობრებო, ჩემ ფერმაზე მეგობრებო, წარმოიდგინეთ, შენ რაღაც ხობე და მეგობრებო, ისე დაინახეთ, რაღაც ყუთი ჰქონდა თან. მე საერთოდ მეგობრებო, არც კი მაინტერესებს რა ყუთია. მე მაინტერესებს, რომ ეს არის მეგობრებო, ჩემი ტერიტორია. ეს ფერმა არის ჩემი. ეს არის ჩემი სამუშაო მეგობრებო, მოკეთ რო ვთქვათ. ეს არის მეგობრებო, თქვენ ძალიანაც და კარგად იცით ვისი სამუშაოა. მეგობრებო, ძალიან მაგრად გამაბრაზე ჟიძელნიკმა, არა უშავს. პრინციპში მეგობრებო, ძალიან დიდად არ გაიზარდა ეს ფერმა, მაგრამ მაინც მეგობრებო, მოდით გავაკეთეთ. მოდით მეგობრებო, ამ ფერმას გავაკეთებ და მე უკვე მივუდგები იმ ფერმას. მეგობრებო, მოკეთეთ, დავამთავრე ეს ფერმა და მოდით მეგობრებო, ეგრევე გადავიდეთ შემდეგ ფერმაზე. ყველაზე დიდი ფერმა მეგობრებო, მაგრამ მე ესეთა მეგობრებო, წავალ ჩემს სახლში და ეს რა ხდება მანდა? მოიცეს. რა? ეს მეგობრებო, ჩუმოთ, თქვათ, არ დაგვინახოს. მეგობრებო, იცნობთ ამ ჟიძელნიკს? ეს ხო მეგობრებო, ის ჟიძელნიკია, რომელიც გუშინ თქო, დღეს ფერმაზე ფერმა რო გამინადგურა მეგობრებო, გახსოვთ? თქვათ, რას შვება მანდა? რა უნდა ჩემი სახლიდან? მეგობრებო, რაღაც თხრის. რაღაცას მეგობრებო თხრის. იქ დგას და უბრალოდ რაღაც თხრის შეღად ჩადის. მეგობრებო, რაღაც არ მომწონს ესა. თუ მე მივალ მან და ისევ სადღაც სხვაგან გადავა და სხვაგან გათხრის და მე მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს რას თხრის. მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს. მოდით მეგობრებო, მაგეთ ახლა ჩვენი ფერმა ასე ვთქვათ გავაკეთოთ. უბრალოდ, ვითომ აქ ვაკეთებთ, ვითომ არაფერი არ დაგვინახავს. მეგობრებო, რა უნდა ჩემი სახლისაგან და რაღაც მეგობრებო მალავს. თან მეგობრებო, გახსოვთ? დღეს კიდე ფერმაზე დილას რაღაც ჩესტი გქონდა თან წამოღებული. აქ თესლი, აქ ხორბლის თესლი არა. აქ უნდა იყოს ჭარხალი. მეგობრებო, თან მეგობრებო, ხო გახსოვთ? მე მაგალითად ძალიან კარგად მახსოვს, რომ თან გქონდა ჩესტი. თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო უბრალოდ დააპაუზოთ და ის რამოდენიმე წუთით გადაახვიოთ. და მე მეგობრებო, ძალიან კარგად მახსოვს ის ჩესტი. მაგრამ მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს ის ამ ჩესტს მალავს თუ უბრალოდ რაღაცას თხრის. მეგობრებო, ისე ვიქა. და აქ მეგობრებო, ეს რაღაც მეგობრებო, ძალიან მაწუხებს. მეგობრებო, მოდით ახლა მე გავაკეთებ ჩემს სამუშაოს ბოლომდე. ახლა კი პაუზაზე დავდგამ ამ ვიდეოს და დაუბრუნდები თქვენ და ოდესაც ჩემს სამუშაოს გავაკეთებ და ოდესაც ჟიძელნიკი იქედან წავა. მეგობრებო, მოგეთ ძლიერს დავამთავრე ჩემი ფერმა. ნახოთ აბა ახლა ის
ოპა, მეგობრებო, მე ვუყურებდი ამდენი ხანი და ეს ჟიწელნიკი მან დიდგა, მეგობრებო. 1-2 საათი, მეგობრებო, ავრთავდი კამერას, 2 საათი, მეგობრებო, თუ რამე გასული იყო და ეს ჟიწელნიკი სულად იქითქა და რაღაცას თხრიდა. და ახლა, მეგობრებო, დაამთავრა და შეხედეთ, მეგობრებო, მიწა თითქოს აქ სულ იყო. და აქ, მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს. არ მაქვს. ნარავშას მოდით, მეგობრებო, ახლა დავკრავდოთ. თქვენ მგონი იცით ასეც მე ვკრავდავ. ასე დროს ის ყველაფერი ასე გადავდოთ. так, ну რკინის გავაკეთოთ თუ კაი ალმასის, მეგობრებო. ალმასები ბევრი მაქვს. так, სად არის ვერსაკი? აი ვერსაკი. так, დავკრავდოთ. ხუხ, მეგობრებო, მაქვს ალმასის ლაპათა. так, მეგობრებო, სად გავთხაროთ? მეგობრებო, სადღაც აი აქედან, ой, დამოვიწყე, მეგობრებო, რომელი კარჩი ასე შეიძლება. აი აქედან, მეგობრებო, სადღაც აი აქამდე. так, მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს. так, მოდით აბა გავთხაროთ. სადღაც, მეგობრებო, ასე თხრიდა. ასე, ანუ შემოღობილი ჰქონდა უბრალოდ. მოდით აბა, მეგობრებო, ასე და რა? მეგობრებო, ტყუილა ვთხრი უბრალოდ, არაფერი არ არის. ოპა. მეგობრებო, მოიცეთ. ეს არის, მეგობრებო, ჩემი საიდუმლო ჩესტი, მეგობრებო, ხომ? თუ რამე არ გაგიკვირდით, მეთქი რაღაც ვნახე, ეს არის, მეგობრებო, ჩემი საიდუმლო ჩესტი, რომელიც მაქვს შენახული ჩემი სახლის შიგნით. ნუ მეგობრებო, ერთ-ერთ ვიდეოში, მეგობრებო, გაჩვენეთ ეგ ჩესტი, მაგიტომ არ გაგიკვირდეთ. მანდ მაქვს, მეგობრებო, რაღაც კარტოფილები, სტაფილოები, ხმალი მაქვს, ალმასები, რაც კი მაქვს და მოგეთ ასეთი რაღაცეები. მაგრამ, მეგობრებო, მაგ ჩესტის გარდა აქ არაფერს არ ვხედავ. ოპა. так, მეგობრებო, რაღაც ვნახე. მეგობრებო, ეგრევე გეუბნებით, ეს არ არის ჩემი მეორე საიდუმლო ჩესტი. მე მაქვს, მეგობრებო, ერთადერთი საიდუმლო ჩესტი, აი ეს. ეს არის, მეგობრებო, ჩემი საიდუმლო ჩესტი და ეს, მეგობრებო, მე მგონი, მეგობრებო, ეს ზუსტად ის ჩესტია, რომელიც აქ, აი აქ. ჟიწელნიკთან დოიდო. მართლა, მეგობრებო, მახსოვს ეგ ჩესტი. ოპა, მეგობრებო, ახლა გავიგებთ, რას მალავ და მეგობრებო, მტრიანია, ნუ ეს ხო აბა მიწაში ჩათხარა. 3, 2, 1. რა? დინამიტი! მეგობრებო, ყველაზე მეტად აქ მაოცებს დინამიტი და ფული. მეგობრებო, ნახეთ. ოქრო, ალმასი და იზუმრუდები, მეგობრებო. ეს ჟიწელნიკია, ასეთი მდიდარი? так, მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ აქ, მეგობრებო, რაღაც წიგნებია. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, იზუმრუდები. ერთი სტაკი დინამიტის და წიგნი. так, მეგობრებო, რა წიგნია, მეგობრებო, მაგიჟებს. უბრალოდ. რა? საბას სახლის განადგურება. მეგობრებო, ხედავთ? საბას სახლის განადგურება. так, მეგობრებო, ვერაფერი ვერ გავიგეთ და ეს რა წიგნია? ეს შენი ფულია, ჟიწელნიკო. აი, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ წაიკითხოთ, ეს შენი ფულია, ჟიწელნიკო. так, მეგობრებო, რას ნიშნავს საბას სახლის განადგურება და რომელი ჟიწელნიკის შესახებ ამბობს ეს ვიღაცა? так, და ეს რა არის? რა? ჩადი დინამიტი ეკლესიაში დილას. რა? მოიცეთ რა? ჩადი დინამიტი ეკლესიაში დილას. მეგობრებო, ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ ერთ-ერთი რამ გავიგე, რომ ვიღაც ჟიწელნიკს უნდა ჩემი სახლის განადგურება. და რის გამო რა დავუშავე? так, მეგობრებო, ეს ძალიან არ მომწონს. მოდით, მეგობრებო, ეს ყველაფერი აქ დავტოვოთ. так, მეგობრებო, არ ვიცი, დინამიტი. так, დინამიტი. მეგობრებო, არა, დინამიტს მე ავიღებ თან, მეგობრებო. ნუ თუ ახლა ვიღაცამ გაანადგურა ჩემი სახლი, რა თმინდა? კაი, იზუმრუდებსა და აუქროებს ეს ჭუჭყიანი იზუმრუდი დაუქრო, მეგობრებო, ჭუჭყიანი თქვენ თვითონ მივხვდებით. აი ეს, მეგობრებო, ახლა ჩავთხოვოთ ასევე როგორც იყო. ასე. ნუ რაღაცნაირად მოკეთ, მეგობრებო. ასე, რაღაცნაირად ყოფილიყო. თავარია, მეგობრებო, არავინ არ დაინახოს. ასე იყოს, მეგობრებო, მაგრამ მეგობრებო, ხვალ დილასო ეკლესიაშიოს, მეგობრებო, მოდით გადავაგდოთ ახლა.
ასე მიდი ოპ მაგრამ მეგობრებო ხვალ დილას ჩადი დინამიტი ეკლესიაში დილას ხვალ დილას ეკლესიაში так მეგობრებო დილა ეხლა სადამზე მე მგონი ეხლა მეგობრებო მალე საღამო იქნება ხომ კი მეგობრებო უკვე შუა დღის უკვე ბოლოა და მალე საღამოა მე დღეს მეგობრებო მოკეთ უფრო ადრე დავიძინებ და გამოვიღვიძებ სადღაც დილის 6 საათზე და ვნახავ მეგობრებო რა ხდება მაგ ეკლესიაში ასეთი რამ მეგობრებო так ეს წიგნები უნდა ჩავდო აქა და დინამიტი მეგობრებო არ ვიცი სად დინამიტს მეგობრებო სახში რო არ დავიტოვებ ეს 100%-იანია სად მეგობრებო სად მოით მეგობრებო უბრალოდ გადავაგდოთ აი ასე რომ არავინ არ ნახოს საერთოდ არავინ და всё ეს არის მეგობრებო ნამდვილი ქურდობა არასოდეს მეგობრებო დინამიტი არ გამოიყენოთ როგორც ერაო ცხოვრებაში ასევე მინიკრაფტში დინამიტი მეგობრებო დაიმახსოვრეთ ეს არის სიბოროტე ნუ მეგობრებო თუ კეთილად გინდათ ხოლოდ მეგობრებო გავგიშდი მოით მეგობრებო მე ხლა კამერას დავაპაუზებ და ჩავრთავ მხოლოდ იმ დროს როდესაც უკვე გათენდება და როდესაც მე უკვე მოკეთ გავიღვიძებ ახლა კი კამერას გამოვხდი так ну ხმალი ავიღე და კირაც ავიღე მეგობრებო თქვენ უკვე მოხვედით მოკლედ რა დროა საერთოდ მეგობრებო ვერც კიდევ ახლა მოკლედ მეგობრებო მე კიდე გამოვიღვიძე დილის 6 საათზე და ახლა მეგობრებო 1 საათი გავიდა და დილის 7 საათია მოკლედ მეგობრებო მე ავიღე ხმალი და კირა მეგობრებო სპეციალურად ხმალი იმისათვის რომ შესაძლებელია მან მართლა ვიღაც ქურდები და მკვლელები იყვნენ так მეგობრებო ну პრინციპში მეგობრებო მე მგონი არავინ არ იყო მაგრამ მეგობრებო რაღაც ძალიან საოცარია так მივდივარ მეგობრებო ეკლესიაში როგორც იყო იმ წიგნში так ვთხილობ და ხმალი უნდა მქონდეს და რა და так ერთუց მაგის ქვეშ არაფერი არა საოცარი არაფერი არ არის მეგობრებო და კაი მოითავა მეორე ოპა так მეგობრებო მეორე სართულზე ვიღაცა დგას აი ეს მეგობრებო უკვე ძალიან არ მომწონს მეგობრებო კაი ვიღაც შიწელნიკი დგას მე ეს მეგობრებო ეს შიწელნიკი არავის არ გაგონებთ ეს ხო ის შიწელნიკია так მეგობრებო მან დგას так და ё-моё შიწელნიკო ერთუց რა საბა შენ აქ რა გინდა ჯადაბა დროზე მიდი დინამიტი დროზე მიდი 3 4 5 ნუ 4 გვაყოფა მიდი დროზე სად არის დროზე სად არის ასანთი სად არის არა ეს გთხოვ შიწელნიკო ვთხილად იყავი რა იყო საბა აბა ასანთი მე მაგ ხელში და თუ ერთხელ მაინც მომარტყავ ამ დინამიტს ეგრევე თებდა შენ თვითონაც იცი ეკლესია აღარ იქნება так შიწელნიკო ვთხილად იყავი так შიწელნიკო რა გინდათ შენ გოი გახსოვარ ხა საბა მე ვარ ის ადამიანი რომელიც იყო ჯერ კიდე დღეს გუშინ დილას უბრალოდ რა იყო ფერმაზე რა იყო არ გახსოვს და შენ კიდე მომიპარე დინამიტი მაგრამ შენ ისეთი დებილი ხარ რომ არ იცოდი რომ მე კიდე ერთი ყუთი მქონდა პირდაპირ მეზობლად წარმოიდგინე და იქ იყო კიდე 6 დინამიტი და რა გონია მათ თუ სოფელს არ გავანადგურებ ეკლესიას და შესახს მაინც გავანადგურებ так შიწელნიკებო გთხოვთ რამე ვქნათ ისე რომ არ ქნათ ეს ყველაფერი ჩვენ ვითხოვთ 100,000 ისუმრუც და მანქანას რა 100,000 ისუმრუცი საიდან მაქვს так კაი არ მეხვიდე გთხოვ так ვთხილად ახლა არაფერს так შიწელნიკო ვთხილად იყავი რა გთხოვ საბა არ უცემო გთხოვ გამიშვი არა შიწელნიკო პოლიციაში ჩაგაბარებ მე შენ არ მოკლავ ეს ეკრუელია პოლიცია მოვა პოლიციას ჩაგაბარებ მეგობრებო ვერ მეგობრებო ვერ დავიჯერებდი ამას მოით მეგობრებო ერთით
მეგობრებო, მოდით გადავწყვეტთ აქედან. არ მინდა მეგობრებო, მაგში წინიქთან. ეხლა მეგობრებო, მოგეთ სადაც ჩემი ტელეფონი აქა. დავურეკო მოგეთ ახლა პოლიციას. თქვენ მადლობა დიდი რომ უყურებდით ამ ვიდეოს. პირდაპირ ეკლესიასთან მივიდეთ, რომ ხმლით მოუკლავ ამ შეტენიქს. მოგეთ მეგობრებო, მადლობა დიდი რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ახლა კი მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ნახვამდის.